პირველი კითხვა არის ასეთი, მაშინ როდესაც საქართველოში პრესა არის მარგინალური ფაქტობრივად იმის გამო რომ კითხველი ყავს ძალიან ცოტა და თითქმის ძალიან ძნელია ისეთი ჟურნალის ან გაზეთის მოძიება რომელიც თავის თავს ინახავს როგორც მინიმუმ. რატო გადაწყვიტე ახალი ჟურნალის გამოცემა? მიზანი რა იყო? გაინტერესებს როგორც ბიზნესი, თუ ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის საშუალება. ბევრი კითხვა დამისვია ხა ერთად. მიზეზით დავიწყებ. მიზეზი იყო ის, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვცხოვრობ, მანამდე აქ ვცხოვრობდი, მესმის ხელისუფლების კრიტიკა, უარეს შემთხვევაში ფუნდამენტალისტური, უკეთეს შემთხვევაში სოციალისტური მემარცხენე კუთხიდან. რაც თავისთავად რეალურად მემარჯვენე ლიბერტარიანული კუთხით ხელისუფლებას არავინ აკრიტიკებს. აი ხანდახან კახაბენდუქიძე თუ წამოიშურის ხოლმე ისევ ხელისუფლების შიგნით და ერთ-ორ სიტყვას რა, ესე საჯაროდ. ამან განაპირობა ის, რომ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, კარგად იცი ვინც არიან ისინი, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ჟურნალი, მედია საშუალება, რომელიც ხელისუფლებას მემარჯვენე კუთხიდან გააკრიტიკებდა. ეს იყო მიზეზი. რაც შეეხება უყურებ ამას ბიზნესს თუ როგორც გართობას? როგორც გართობას არა. არა, როგორც გართობას არა. გაინტერესებს როგორც ბიზნესი თუ ეს არის საშუალება რომ მოახდინო საზოგადოების რაღაც ნაწილზე აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენა. ეს არის ერთი აქსიომა არსებობს ამ სფეროში. თუ ჟურნალმა თავის თავი რაღაც ეტაპზე თვითონ არ შეინახა, ის ჟურნალი შეწყვეტს არსებობას. რაღაცა მომენტში ეს ჟურნალი უნდა გახდეს, ანუ მე ამას ვუყურებ როგორც ბიზნეს, მაგრამ როგორც ბიზნეს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომ ამ ნაწილმა რეფორმების აუცილებლობა კარგად დაინახოს და გარდა ამისა მისცეს ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე განწყობილები არიან სამისოდ. ამიტომ მკითხა როგორც ბიზნესი, იმიტომ რომ არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელ მსოფლიოში როგორც ბიზნესად ყალიბდება ესეთი ჟურნალები, რომელსაც უფრო ყვითელი გზა აქვთ არჩეული, ხო? არიან უფრო ტაბლოიდურები, არიან გართობაზე ორიენტირებული. სერიოზული ჟურნალი ძალიან ძნელია, რომ დღეს საქართველოში გახდეს ბიზნესი. წარმატებული ბიზნესი იმის გამო რომ მას ძალიან შეზღუდული მკითხველი ყავს და შესაბამისად მოგება იმის მოლოდინი რომ ჟურნალს გამოუშვებ აი ახლა უშაბათს გამოდის ხო 15 მარტს და 15 აპრილს ეს უკვე მომგებიანი ბიზნესი გახდება ბუნებრივია არა მაგრამ გაკეთებული გვაქვს ბიზნეს გეგმა სადაც თქვა ვიცით რომ 1-2 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვიყოთ დოტაციაზე რას ნიშნავს ეს დოტაცია ჩვენი დაფინანსება არის აბსოლუტურად ღია ჩვენ გვაფინანსებს იმ ბიზნესმენთა ჯგუფი რომლებიც ლიბერტარიანულად ვინ არის ეს ბიზნესმენები? ეს ბიზნესმენები არიან ინტერალია, კახა ბენდუქიძე, ლადო გურგენიძე, იცით თქვენ ვინც არიან ლიბერტარიანულად, კობა ნაყოფია, დათო კეზერაშვილი. იმედი მაქვს რომ ეს წრე გაფართოვდება და არ შემცირდება. ეს არის ფონდი, სადაც ამ ადამიანებს არის სამოქალაქო განათლების ფონდი. ფონდს ექნება ნობით ავტორულ პირთა საბჭო, სადაც შემოვლენ ზუსტად ეს ბიზნესმენები, უბრალოდ იმის გამო რომ კონტენტსაც ვაკეთებ და ეს ჯერჯერობით ფორმირებული არ არის, მაგრამ ამ ფორმით იმოღვაწეობს ფონდი და რომელმაც თავის მხრივ დაარსა ჟურნალი ტაბულა. მაგრამ მაინც რა იქნება ეს იქნება უფრო გართობაზე და უფრო მსუბუქი ჟურნალი, თორე თქვენ ამბობთ რომ ჩვენი მიზანი იყო გაგუკეთებინა ჟურნალი, რომელიც მემარჯვენე კუთხიდან გააკრიტიკებდა ხელისუფლებას. ანუ ეს კრიტიკა, თუ კრიტიკაზე ვსაუბრობთ, კრიტიკა არის სერიოზული, ხო? მსუბუქად კრიტიკა ძნელია. თუ აკრიტიკებ, ესე იგი ხარ სერიოზული ჟურნალი. მსუბუქად მე ვიძახი უბრალოდ გავაკრიტიკებ და დავწერ ამას მარტივი ენით. ეს ხშირად ეშლება, ანუ ხშირად მეუბნებიან რომ ეს რაღაცა მაგას არავინ არ წაიკითხავს. პირველ რიგში მე შევეცდები იმას, რომ კითხველთან დავდგე თანასწორ პოზიციებზე. კითხველს ჭკუა კი არ ვარიგოთ, მე და რომ აი ესე უნდა მოგწეს. არამედ უბრალოდ ავუხსნათ. მარტივი ენით, როგორ ჩვენი აზრით, როგორ ჯობია რომ განვითარდეს სახელმწიფო. თუმცა ეს ჟურნალი არ იქნება მხოლოდ სახელმწიფოს, ვთქვათ, ისეთ იმაზე სერიოზულ პოლიტიკაზე ან ეკონომიკაზე მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი წილი ამას მიაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები იქნება განხილული და გარდა ამისა, გვაქვს
მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ქართულად სახელი ვერ მოუძებნით ამას რა, entertainment ბლოკი. გასართობიც, იცი, თქვათ ბოლომდე გასართობიც არ არის, იმიტომ რომ კულტურასაც გულისხმობს, ახლა თქვათ გრიგოლ რობაქიძის მუსოლინი გამოვიდა ქართულ ენაზე. არ ვიცი, ახლა ეს გასართობია, გართობაა? არ ვიცი, ამაზე. გვინდა რომ დაგვარქვია ამისთვის live section რა, ანუ რაც არის თქვათ იქ time velocipede არ მოგგონებია, ხო? ანუ გადავხედეთ იქ Times, Newsweek, Economist რა. ნებუნებრივია, ციგნების მიმოხილ, ხო? ანუ აი ექნება ეს ბლოკიც, თქვათ, იქნება აფიშა, იქნება, ნუ გამოვავრშებაც, არ გავუსწრებ მოვლენებს წინ, გამოვავრშებაც, ყველანი იხილავთ. შესაბამისად, ჟურნალი იქნება დაწერილი მარტივი ენით, დაწერილი გათვლილი იქნება საშუალო არითმეტიკულ ქართველზე, და სხვათა შორის ამ ქართულს პირობითად დავარქვი ჟუჟუნა. არ ვიცი მე ხე სწორედ მოუძებნე ეს სახელი თორე და დიდი ის მოყვა აქვია, რომ ვინ არის ჟუჟუნა? რა მონაცემები უნდა გქონდეს ამ ჟუჟუნას? მეც ხშირად გამიგო, ჩვენ ჟურნალს ვაკეთებ ჟუჟუნასთვის. ანუ ვისთვის? ჟუჟუნა უფრო ასოცირდება, თქვათ, ქალთან, რომელიც ცხოვრობს სოფელში, ესე არის რაღაცა კლიშე, თქვათ, ამ სახელთან დაკავშირებული, რომელიც ცხოვრობს სოფელში, ყავს ორი ძროხა და ამით ცხოვრობს. ხო, ესე ასოცირდება და ამიტომ როცა ამბობ ჟუჟუნასთვის ქმნით, ცოტა იბნება ხალხი. ჩვენთვის არ ასოცირდება. ჩვენთვის ჟუჟუნა არის ნებისმიერ საშუალო არითმეტიკული ქართველი, რომელსაც აქვს საკმარისი განათლება იმისთვის, რომ წაიკითხოს და გაიგოს. ის რაც დავწერე მე მარტივად. ის რაც ეხება მას და შეეხება მის ეს დავარქვა თამუნასთვის ეკასთვის და ჟუჟუნასთვისაც რა დაანებეთ ამ ჟუჟუნას თავი ჟუჟუნა რა გონია თქვენ. გასწოშებს მე რა არის აი მაშინ არ ვიცი მიადევნე ალბათ ვარ Facebook-ის იმაზე რა გვერო ამ ჟუჟუნას დაცხეს მაგრად რა და დავეკეთ 09-ში მაშინ ხუმრობდით რა რედაქციაში აი მანან არაბულმა დააკავეს 09-ში და გაირკვე რომ 15000 ჟუჟუნა ცხოვრობს საქართველოში. ასე რომ მე მიმართავ ჟუჟუნას 50000-იან ტირაჟი. ჩემთვის უკვე დიდი წარმატება იქნება. იკითხეთ ჟუჟუნებს ჩემი ჟურნალი. და ფიქრობთ რა ამდენი ტირაჟი შეიძლება გქონდეს? ეს არ არის შეუძლებელი. ნამდვილად არის ფასი და ხო, ფასზე ვილაპარაკებთ. ზუსტად ამბობთ რომ ეს გასაგები ენით უნდა წეროთ, ეს ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია და თქვათ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სერიოზული გამოცემა მუშაობს, იგივე დასავლეთში, ხო, რაც უფრო გამარტივდეს ენა სერიოზული გამოცემების რო ის ადვილად ახმადი იყოს ჩაულებრივი მკითხველისთვის, მაგრამ თქვენ ამას რომ კონტრიბუტორები არიან ლადო გურგეინძე, კახა ბენდუკიძე, გიგა ზედანია, ნოდარ ლადარია, ინტელექტუალები. ინტელექტუალები ესენი დიდი ხანია წერენ. და მე მაგალითად გამიკვირდება რომ ნოდარ ლადარიას ნაწერი, იგივე ვთქვათ როგორც გიყვარს ჟუჟუნამ გაიგოს. როგორ დააწერინებ ნოდარ ლადარიას ისე რომ ის ჟუჟუნამ გაიგოს. გეტყვით. სხვაშორის ძალიან საინტერესო მიმოწერა ქონდა მე და ნოდარს, როდესაც გამოგვიგზავნა პირველი მისი კონტრიბუცია რა, რომელიც ვაგროვებთ უნებრია იმის გამო რომ ყოველკვირეული ჟურნალია გვიწევს ესეთი ჩემოდანი ქვია ამ ფაილს, სადაც ვაგროვებთ იმ მასალას, რომელიც აქტუალობას არ კარგავს, რომ მე შემდეგი ნომრები ვთქვა გქონდეს, ნუ შემდეგი ნომერი ახლა შემდეგი ნომერი არის ვთქვა 75% უკვე დაწერილი, 25% რჩება ნიუსებში. ხო, გამომიგზავნა პირველი ისა კონტრიბუცია. და მეოთხე ძალიან კარგია ბატონო და მთავარია ჟუჟუნა არ დაივიწყოთ და პირველი ისა მე უკან პასუხი დამბრუნდა ჟუჟუნა on my mind. კი, დაწერა. კი, რაღაცა თავიდან პრეტენზია გამოთქვა რომ რატო გადაწყვიტე რომ ჟუჟუნა დეგენერატია, მითხრა, მოთხარი არა რას ლაპარაკობთ ბატონო და მე გთხოვით მარტივად წერა და არა პრიმიტიულად, მომენტალურად გაიგო რა შეა საქმე და დაიწყო ზუსტად ისე წერა, რომ ეს გასაგები იყოს საშუალო არითმეტიკული ქართველი. კი ბატონო, გასაგები გადავიდეთ კონკურენციაზე. ძალიან ბევრი მიგიჩნევთ ლიბერალის კონკურენტად, ჟურნალად, რომელმაც შეიძლება ჩაძიროს ლიბერალი, ან იმისთვის შეიქმნა. არის ესეთი აზრიც. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ თქვენ და ლიბერალს გაქვთ სხვადასხვა პირობები. თქვენ ლიბერალი იბრძვის გადარჩენისთვის, გრანტების სახით ის ეძიებს რაღაცა გადარჩენის ფორმებს და თქვენ, რომელსაც არის შეძლებული ფონდი, რომელიც აფინანსებს ჟურნალს, რომელიც ეღირება IAP, ანუ ხელმისაწვდომი იქნება ლიბერალისგან განსხვავებით, თქვენ ამის ფუფუნება გაქვთ? ეს არასწორი მიდგომა არის, გააჩნია როგორ აკეთებ ბიზნესს, გააჩნია. მე მაქვს გათვლილი ცირკულაციაზე, ანუ მე მაქვს გათვლილი მაღალ ტირაჟზე. იმისთვის რომ ტირაჟი გავზარდო. ხალხმა ვიმუშავე ამაზე ბევრი, მაქვს მარკეტინგული კვლევა ჩავატარე, რომელშიც საკმარისად დიდი ფული გადავიხადე 4500 კაცზე. გავარკვიე ამ ხალხს რა თემები აინტერესებს. გავარკვიე რისი გადახდა შეუძლიათ ჟურნალში და იმის მიხედვით ვიმოქმედე. მე არ ვაპირებ შემოსავლის მიღებას იმიდან, გაყიდვებიდან. არც ერთი სერიოზული გამოცემა გაყიდვებით შემოსავალს არ ღებულობს. მე მივიღებ შემოსავალს იმით რომ ლარნახევარი ფასის პირობებში მე მაქვს საშუალება გავზარდო ტირაჟი.
თუ გამოწერის სისტემა ავაწყო და სხვა შორის ეს ცალკე თემაა, იმიტომ რომ დისტრიბუციის და ამ დისტრიბუციის ბაზარზე ისე როგორ გითხრათ, მოკლედ პირველყოფილი თემურწყობილება იქ აი ესე ვთქვათ. ხო, აი მე მაგალითად ღამის 3 საათზე ავდექი, ჩემ თანამშრომლებთან ერთად წავედი უბრალოდ დილის 6-ზე და წავედი ბირჟაზე, რომ ჩემი თვალით მენახა რა ხდება იქ. აი რომ უნდა გაიხედ გამოიხედა, რომ გული გაგისკრეთ, მაგრამ ნუ ეს არის დღეს. მე გამოვიყენებ ყველა საშუალებას, რა საშუალებითაც შეიძლება ჩემი ჟურნალი გასაღდეს. ფასი აღება არ ნახევარ. მე შემოსავალი უნდა მივიღო რეკლამით. და რეკლამას მივიღოთ იმ შემთხვევაში, ანუ არის ასეთი მარტივი ფორმულა. ტირაჟი უნდა გამრავლდეს 4-ზე. მე თუ მივახციე 10,000 ტირაჟს, შესაბამისად რეკლამის მომცემს ეცოდინება, რომ 40,000 კაცი რეგულარულად ნახავს, წაიკითხავს რეკლამას კვირაში 4-ჯერ. თან ტელევიზიის რეკლამისგან განსხვავებით, სადაც ეს უბრალოდ გაირბენს და გავა, ეს რეკლამა გიდევს წინ, მანამდე სანამ ჟურნალს კითხულობ, ხო? ანუ სულ ხდება თვალში. შესაბამისად, რეკლამის მომცემი დაინტერესებულია იმის გამო, რომ ტელევიზიაში რეკლამა ძალიან ძვირია, თუ შენ ჟურნალს კითხულობს საბბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ტირაჟი მრავლდება 4-ზე ამ შემთხვევაში, რომ მოგცეს რეკლამა შენ. თუ ტირაჟი არ აქვს, რატომ მოგცემს ვინმე რეკლამას? შესაბამისად, ეს ხო ესე გააქვთ რეკლამა, ხო? ბევრი რეკლამა გაქვთ. კი, იმიტომ რომ პირველ და მეორე ნომერს 2500 წელს უკვე ვარიგებ და 2500 წელი უკვე მომთხოვა, მან რა ქვია, დისტრიბუცია. ანუ 5000-ით გამოვდივარ პირველ ჯერზე. 2500 როგორც აქციას, პრომო აქციას ვარიგებ და ვარიგებ სხვადასხვა სეგმენტში, ვარიგებ სკოლებში, ვარიგებ სასწავლო დაწესებულებებში, ანუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვარიგებ, თქვათ, ანუ ჩვენი პიარი აგროვებს ამ სიას, ხო, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ზოგადად თქვათ ეპატიჟებიან ხოლმე ამ მიღებებზე, იმაზე ხო იცით ეს ციებზე როგორ ნადირობა მიდის. ხოდ ეს არის მიზეზი, ანუ ტირაჟი მაინც ისეთივე, როგორც აქვს თქვათ ლიბერალს, ხო? აი ლიბერალი მუდმივად უწოდებს იმაზე, რომ მას არ აქვს რეკლამა და ის ამბობს, რომ იმის გამო არ აქვს რეკლამა, რომ ის არის, არ ვიცი ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, ლიბერალს არა, რამდენიც მე ვიცი, რომ 3000 აქვს. 3000-მდე აქვს. მაგრამ ის ამბობს, რომ არ აქვს რეკლამა, ძალიან უჭერს რეკლამის მოძიება, იმის გამო, რომ არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არ უნდათ ბიზნესს მათთან დაიჭირონ საქმე, რომ შემდეგ ხელისუფლებასთან პრობლემა შეექმნას. მაესტრო, ასე ჩაგირთავთ. ზოგჯერ. რეკლამა არ გინახავთ? იმდენი არა, რამდენი დროს თავი. ნუ ეხლა ეგ ბუნებრივია, ხო? ბუნებრივია, რომ შეიძლება იმდენი არხი არ იმდენი რეკლამა არ წავიდეს მაესტროზე, რამდენიც შეიძლება წავიდეს იმაზე, რა ქვია, ნაციონალურ არხზე, ხო? ჩაოლება აი ეს ვერაფერს ვერ იზავ რა, თქვა ადამიანის ბუნება არის, ურჩევნია იქ წავიდეს, სადაც თქვა შეიძლება რაღაცა ხერსო. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ჩემი რეკლამის მომცემები ან ჯეოსელი, ან ტიბისი რაღაცა იმას ელოდება ჩემი. თუნდაც თქვენ ფონდის დამფუძნებლებში არიან კეზერაშვილი, ბენდუქიძე და ასე შემდეგ. ეს ხო რაღაცნაირად ხომ არ ასე ვთქვათ, ისეთ პირობებში ხომ არ აყენებს გაუცნობიერებლად ბიზნესმა, მან აუცილებლად უნდა მოგცეთ რეკლამა. კეზერაშვილი, ბენდუქიძე და არ ვიცი ეს მე რა ვქნა ეს მე ბენდუქიძე და კეზერაშვილი ჩემი თანამოაზრეები არიან. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს. ანუ ბენდუქიძე დღიდან იდეის გაჩენისა დგას ჩვენს გვერდზე ამ საქმეში და გვეხმარება არა მხოლოდ და მე ვთვლი რომ ანუ ამ შემთხვევაში ის ფინანსური კონტრიბუცია იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად თვითონ ამ ბიზნესის აწყობაში დახმარება იყო მისი მხრიდან. იმიტომ რომ ადამიანები რომელსაც ბიზნესი უკეთებია, რომელსაც ეს იცის და ის მაძლევს რჩევას. ბუნებრივია რომ ეხა ეს რჩევა ჩემთვის მეტად ფასეულია, ხო მე ამის მიხედვით ავაწყო. ანუ მე როგორც ბიზნესი ეს ისე ავაწყე და არა როგორც რაღაცა ვთქვათ პროექტი, რომელიც ვთქვათ აი ეხა ამდენი ფული მაქვს და მე არ ვიცი ეს როდის შეწყვეტს არსებობას. გათვლილი მაქვს ეს ყველაფერი, მაქვს კაფეოდ გაწერილი ბიზნეს გეგმა და მოქმედებ ამ ბიზნეს გეგმის მიხედვით. მაგრამ მაინც გინდათ რომ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მოახდინოთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ ამის ბიზნესის გამო რაღაც პრიორიტეტებს არ გადაუხვიოთ. ბუნებრივია მე ამას ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. საერთოდ არ უშლის, დამიჯერე. ნუ გაჩნია უშლის იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესი ითხოვს უფრო ყვითელს და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა უფრო სერიოზულ. ეს არის კლიშე. ნახოთ. ეს არის კლიშე. ზოგადად, ანუ ბუნებრივია რომ რაღაცა თანამედროვე ფეხი უნდა აუწყო. ზოგადად შეინიშნება როგორ ვთქვა ესე decline ქართულად, ანუ პრინტი, ანუ ბეჭდური მედია ისედაც სუსტდება რა, ძირითადად უკვე ელექტრონული მედია ძლიერდება. ბუნებრივია ჩვენ ამას თან კარგად ვგრძნობთ და როდესაც საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი თქვათ მიაღწევს იმდენს, რომ შეიძლება მე აღარ დამჭირდეს ამ ყველაფრის ბეჭდვა, შეიძლება მეც გადავერთო. ანუ მუდმივად უნდა გეჭიროს პულსი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ხო? მუდმივად უნდა უსინჯავდე ამ ყველაფერს პულსს. როდესაც ეს პროცესები გავლენას დაიწყებს მოხდენას გავლენის მოხდენას დაიწყებს საქართველოზე, ბუნებრივია რომ მეც უნდა ავყვე ამ ყველაფერს. შეიძლება დღეს ახლა ჩვენი ჟურნალი
პირველ პირში ლაპარაკს, პირველ მხოლოდ პირში ლაპარაკს უნდა გადავეჩვიო. ჩვენი ჟურნალი გამოდის ეხლა ჯერჯერობით პირველი ნომერი გამოვა, პირველი და მეორე ნომერი გამოვა მხოლოდ ქართულად. უკვე მესამე ნომრიდან გამოვა ინგლისურათაც, ანუ ბეჭდური ვერსია და 1 მაისიდან ამას დაერთვება თან ორენოვანი ინგლისურ-ქართული ძალიან ინტერაქტიული ვებსაიტი, ვებგვერდი. გასაგებია. გისურვებ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა.